თბილისის მერი გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს და ბრალდებას პოლიტიკურ დაკიმასრობას უწოდებს. როგორც უგულავამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა პოზიციაში განაცხადა, ის მზად არის გამომძიებლის შეკითხვებს მერიაში ხვალ 14 საათზე უპასუხოს. პირდაპირ ეთერში დეტალებით ჩვენი კორესპონდენტი სვიად ხუჯაძე გვერდება. სვიად, გისმენთ. დიახ, თბილისის მერი გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული დღეს 13 საათზე, თუმცა გიგი უგულავა აცხადებს, რომ ის არ აპირებს მივიდეს საგამოძიებო სამსახურში და კონკრეტულ შეკითხვებს იქ გასცეს პასუხი. ის ამბობს, რომ ის განრიგი აქვს გაწერილი დღის განმავლობაში და ის მზად არის დღეს 16 საათზე, 4 საათზე თავად მიიღოს თბილისის მერიაში ფინანსთა სამინისტროს გამომძიებელი და ყველა იმ შეკითხვას უპასუხოს, რომელიც გამოძიებას ექნება. მე შეგახსენებთ, საქმე ეხება 2010 წელს დაფუძნებულ თბილისის სერვის ჯგუფს, რომელსაც 5,000 ლარზე მეტი 5 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვა შეედება ბრალი. საქმე ეხება 764 ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის დასაქმებას აღნიშნული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით აქვს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს შეკითხვები თბილისის მერთან. ჩვენ ახლა შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ გიგი უგულავას კომენტარი, რომელიც მან გუშინ გადაცემა პოზიციაში გააკეთა. თუ რომელიმე თანამდებობაზე, რომელიმე მომღერლის იქნება თუ საქართველოს მოქალაქის არაადეკვატურობაზე ვისაუბრებთ, შემიძლია გრძელი სია დავიწყო რკინიგზით და დავამთავრო პოლიციის მაღალჩინოსნებით, ვინ მისი ნათესავი დანიშნეს. ხვალინდელი დღე მე მაქვს გაწერილი. ამიტომ ხვალ 4 საათზე ველოდები სხვადასხვა შეხვედრა გაადავდე. ველოდები გამომძიებელს თუ არ ვწდები ტელეფონში მესიჯით მომივიდა, თუ არ ვწდები პაატა მამულაშვილი ასეთი გამომძიებელი. 4 საათზე მერის მისაღებში ჩემი თანამშრომლები დახვდებიან და მას მივიღებ. მათ შეეძლოთ ნორმალურ დროს მოეტანათ ეს უწყება იმისათვის, რომ მე გადამეგეგმა ჩემი დღის გრაფიკი. სხვა შემთხვევაში, ვინაიდან მათ ასეთი ფორმით გადაწყვიტეს და მინდა გითხრათ, ვიცი კიდეთ რატომ მას გადაწყვიტეს, იმიტომ რომ შიში აქვთ, რომ დრო ცოტა უნდა რომ იყოს, რომ არ მოხდეს ხალხის მობილიზაცია, საპროტესტო გამოსვლა. თუ გამოძიებას არ აწყობს ხვალ 4 საათზე აქ მომბრძანება, მე ზეგ და ეს რამდენიმე კვირის წინ დაიგეგმა პრეზიდენტთან ერთად 2 დღით მივემგზავრები კონფერენციაზე მარშალის ფონდის ორგანიზებით, სადაც ესწრება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა ჩვენი ქვეყნის პარტნიორები და გულშემატკივრები და დაბრუნებისთანავე შევჯერდებით მომდევნო ურთიერთობის ფორმაზე. გიგი უგულავა აცხადებს, რომ მისი გაწერილი გრაფიკიდან გამომდინარე ის დღეს ვერ შეძლებს 13 საათზე მივიდეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. როგორც გითხარით, ის გამომძიებელს ელოდება თბილისის მერიაში 16 საათისათვის და ამბობს, რომ მას სპეციალურად გვიან ჩაბარდა გამოძიებას უწყება გამოძიებასთან თანამშრომლობის მოთხოვნით, ვინაიდან მისი შეფასებით ეს უკავშირდება იმას, რომ არ მომხდარიყო ხალხის მობილიზება მის მხარდაჭერად და აქციებთან არ ჰქონოდა საქმე. ჩვენ ასევე დღეს ტელეფონით დაუკავშირდით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრეს-სამსახურს და ისინი აცხადებენ, რომ თუ რა ფორმით მოხდება გიგი უგულავას დაკითხვა, ამ დროისთვის მათ არ აქვთ კონკრეტული პასუხი. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურის კომენტარი. შესაძლებელია, რომ გამომძიებელი მივიდეს მასთან დაკითხვაზე. ჯერჯერობით უცნობია ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე. მე შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა თბილისის ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული. შეკითხვები მასთან დაკავშირებით შეკითხვები დაისმება კონკრეტულ თბილისის სერვის ჯგუფისთან დაკავშირებით, რომელმაც 764 თანამშრომელი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი დაასაქმა საკუთარ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში და 2 წლის მანძილზე მათ სახელზე 5 მილიონ ლარზე მეტი თანხაა ჩარიცხული. პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი სვიად ხუჯაძე გვერდებოდა. მადლობა, სვიად.